როგორც დაგპირდით, მსოფლიო მოდის კრიტიკოსების თუ უბრალოდ ჰოლივუდურ სტილში გარკვეულების აზრს თქვენც გაგაცნობთ. 2013 წლის გრემის დაჯილდოვების შემდეგ ხომ საჭიროა და მით უმეტეს გასაკრიტიკებელი ბევრი დაგვიგროვდა. 55 წლიანი პრაქტიკის შემდეგ ამ უკანასკნელმა თითქმის ყველა ჰოლივუდელი სტარის გემოვნება ზეპირად შეგვასწავლა. თუმცა 21 საუკუნე სიურპრიზებით აასავსე და ზოგჯერ ეს უკანასკნელები არც ისე სასიამოვნოა. მოკლედ ამჯერად 2013 წლის გრემის დაჯილდოვების წითელ ხალიჩას თავისი კაშკაშა და სასაცილო ვარსკვლავებით ურთ გაგაცნობთ. ჯერ მწარეჭამეო და ჩვენს გემოვნების დეფიციტის მქონეებით დავიწყებთ. მსგავს შემთხვევებს გამოთქმა შენ ტვინი მოგცა და მეფულიო ზუსტად მიესადაგება. მაგალითად ადელის ფენომენს, მომღერალი, რომელსაც ხმით ათასობით მომღერალს შორის ამოიცნობთ, გრემის წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავზე მეტად სამოვარს უფრო წააგავდა. უფრო კონკრეტულად კი უოლტ დისნეის მულტფილმის მზეთუნახავი და ურჩხულის ერთ-ერთ პერსონაჟს, მისის ფოტს. მსგავსი ფორმების და ფერის სამოსი ვიქტორია სეკრეტის რომელიმე მოდელზე თუ არ გაგვაღიზიანებდა. შემსრულებლის ოსმან სტუდიოს აჟურულ კაბაზე შეჩერებული არჩევანი კი კრიტიკოსებს სიცილის მიზეზად კიდევ დიდხანს დარჩებათ. გაოგნება და შეშფოთება არც ფლორენს უოლშმა დაგვაკლო. ცნობილი ბრიტანელი მომღერალი წითელ ხალიჩაზე ჟივენშის მუქი მწვანე ბრჭყვიალა კაბით გამოცხადდა. ფერს იმდენად არ გავუოცები ვართ, რამდენადაც მის სამხრეებზე ამოსულ დინოზავრისეულ წარმონაქმნებს. თუმცა Florence and the Machine-ის სოლისტი ჩაცმულობის გამო ხომ არ უყვართ. აი ნიკოლ კიდმანისთვის კი არავის უთქვამს, რომ ბეჟისფერი მის მკრთალ სახის ნაკვთებს კიდევ უფრო აქრობს. ოსკაროსანი მსახიობი გრემის დაჯილდოვების ცერემონიალზე ვერა ვონგის აჟურული კაბით მოგვევლინა. თუმცა საგონებელში არა კაბამ, არამედ ამ უკანასკნელის შინდისფერ ფეხსაცმელთან შეხამებამ ჩაგვაგდო. ცოცხი სახლში სავარაუდოდ კიმბრას დარჩა. შემსრულებელი, რომელიც ცნობილი გოუთიესთან ერთად კოლაბორაციით გახდა, დაჯილდოვების ცერემონიალზე ერთ-ერთ ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ ქალბატონად აღიარეს. თვლებით გაფორმებული გამჭვირვალე თეთრი წულისკაბა და არასტანდარტული ვარცხნილობა ნებისმიერი პატარას კოშმარულ სიზმარს დაამშვენებდა. არც მაილი საირუსი უქმნია ღმერთს. ცნობილი მამის აგერ უკვე აშკარად დაქალებული შვილიკო თვალსა და ხელსშუა იცვლება. ან ლიამ ჰემსვორთია არასტანდარტული სილამაზის მოყვარული, ან გოთურმა განწყობამ მაილის გარდატეხის ასაკს გადააჭარბა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ყურადღება მაილის შავკაბაზე მეტად იმან მიიპყრო, რასაც ზემოთ ხსენებული ვერ ფარავდა. ბიზნეს ლედი სიერის მორგებით. თუ ახალ თანამდებობაზე დაკავებულობის გამო ალიშა კისმა არჩევანი მთლად სწორედ ვერ გააკეთა. შავი ზურგზე მოხსნილი კაბა კრიტიკას არამც და არამც არ დაიმსახურებდა, რომ არა მისი სრულებით უფორმო დაბოლოება. ასე რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხმის პატრონი ამჯერად ყველაზე უგემოვნოების რიგში ჩადგა. ყველაზე ცუდად ჩაცმულებს შორის მოხვდა მუსიკოსი ჯონ მეიერიც. კრიტიკოსებმა ეს უკანასკნელი ქორწილიდან გამოქცეულ სასიძოს შეადარეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შემსრულებელს გვერდით კეითი ფერი ხავს, არაა გამორიცხული ერთ დღესაც ჯონს ერთის ნაცვლად პატარძლების არმია გამოეკიდოს. აი თავად კეითის ვიზუალის მიმართ აზრები გაიყო. ღია სალათისფერ გუჩის გრძელ კაბაში გამოწყობილი მომღერალი 70-იანების პრისტილა პრესლისაც კი მიამსგავსეს. ჩვენ ექსცენტრიული მომღერლისგან რაიმე უფრო პომპეზურს მოველოდით. თუმცა თავად კეითისთვის მხოლოდ ნომინაციების ამოკითხვა არც ისე საპატიო აღმოჩნდა. ასე რომ წითელი ხალიჩისთვის ჩაცმულობაზე ბევრი ალბათ არც უფიქრია. რაც მთავარია, საუკეთესო არტისტის გამოცხადებამდე რამოდენიმე წამით ადრე მილიონობით მაყურებლის წინაშე საკუთარი ტუშის რეკლამება მოახერხა. And I have my own eyelash line. გემოვნებიანად ჩაცმულთა სიის მოწინავე პოზიციებზე ბიონსე აღმოჩნდა. თუმცა სავარაუდოდ კრიტიკოსების მიერ მისი მსგავსი დაფასება ტიტულის დამსახურება უფროა ვიდრე ოსმან სტუდიოს სამოსის. R&B დივამ მორცხვი გოგონას იმიჯი შავ-თეთრი ზედატანით და შავი გამოყვანილი შარვლით მიიპყრო, რომელიც მის შთამბეჭდავ ფორმებს ხაზს აშკარად უსვამდა. თუმცა Queen Bee-ის თაყვანისმცემლების სახელით დავამატებთ, რომ ჩვენი დივას წითელ ხალიჩაზე ნახვას უფრო პომპეზურად ველოდით. სამაგიეროდ ნაზი და ელეგანტური იმიჯით წითელ ხალიჩაზე ბიონსეს და სოლანჟ ნოულსი გამოჩნდა. ალბათ დაიკოსგან განსხვავებით ამ უკანასკნელს პაპარაცების ყურადღება და მუდმივად ფორმაში ყოფნა ჯერ არ მობეზრებია.
ჩვენ და გასაკვირვად დამალვა კარლი რეი ჯეპსენს არ მოუწია და რისი დამსახურებაა ეს თუ არა კავალის შავი გაბის. სოფლიო ბრენდების შერჩევასაც გემოვნება უნდა, აი მუსიკის შექმნას კი ნიჭი. ჯორჯ შაქრას შავკაბაში ქელი როულენდი ჩვენ მომხიბლავი გვეჩვენა, თუმცა მომღერალს კრიტიკოსებმა არ უწყალობეს. აზედინ ალაიას ნახევრად გამჭვირვალე კაბაში შოკოლადისფერი მომღერლის ფორმები მადას ნებისმიერ მამაკაცს აღუძრავდა, თუმცა მოდის კრიტიკოსებისას რას გაიგებთ, თავიანთი საქმე თავად იციან. აი ქებადიდება არ დაკლებია country princess-ას, ვინც Taylor Swift-ს გრემიზე კლასიკური იმიჯით და Jay Mendels's თეთრი კაბით წამოსვლა ურჩია, მომღერლისთვის აშკარად კეთილის მსურნია. ელეგანტური, დახვეწილი და თამამი. ამ ეპითეტებით ამკობენ Taylor-ს წამყვანი დაბლოიდები. კრიტიკოსები ყურადღებას არც მამაკაცებს აკლებენ. ჯონ მეიერის კრახის შესახებ უკვე მოგახსენეთ, თუმცა კეითი პერის რჩეული ერთადერთი მამრი არ ყოფილა, ვისაც თავს კრიტიკის რისხვა დაატყდა. ისედაც მედიის მიერ ამოთვალწუნებული ქრის ბრაუნის გია სურამელაშვილისეული შეფერილობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. არ ვიცით რიანას ფონზე გაქრობის შიშით, თუ ნარუჯის განსხვავების გამოჩენის მიზნით, ფაქტია რომ ბრაუნმა white გადაწყვეტილება შეცდომით მიიღო. გემრიელი ლუკმები ბოლოსთვის შემოვინახეთ. გემრიელი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. აბა ქათმის ბარკლები ვის არ უყვარს? ჰოდა მიირთვით ცხელცხელი ჯენიფერ ლოპესი წითელ ხალიჩაზე. ასაკმა თავის იქნა და 25 წლის ბოიფრენდისთვის თავის მოწონება ლოპესისთვის მანიად იქცა. ჰოდა ეგზოტიკური ვარსკვლავი თავის ფორმებს ხაზს ისტერიულად უსვამს. ამჯერად მისი გიგანტური ბარკლის გამოჩენა არც ისე მომგებიანი იდეა გამოდგა. მედიაშიც რა თქმა უნდა ანჯელინა ჯოლის ლეგენდარული ფეხი ამოტივტივდა და ორი ვარსკვლავის შიშველი კიდური მსოფლიო მედიის განხილვის თემად იქცა. და გრემის პრინცესა ბარბადოსელი რიანა. ლამაზმანი არა მარტო სიხარულისგან, არამედ ვიზუალურადაც ანათებდა. სულ რომ მის გვერდით ვერადავერ დავიწყებული ქრის ბრაუნი არ მჯდარიყო, რირის აზედინ ალაიას გრძელი წითელი კაბა მაინც ასეთ ეფექტურს გახდიდა. იდეალური ვარცხნილობა, ეფექტური ლუკი და გრემით დამშვენებული ხელი. მეტი რაღა იმისთვის საჭირო რომ კრიტიკოსების მიერ შენი მიმართულებით ნასროლი იავარდები კიდევ რამოდენიმე თვეცვიოდეს. მოკლედ ამჯერად სულ ეს იყო, თუმცა წინ კიდევ უფრო მეტი საჭორაო გვაქვს. 24 თებერვალს ხომ კინოაკადემიის ჯილდოს ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიალი გველის.